საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად ყაზბეგის რაიონში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილმა მდინარე თერგზე ლარსი ჰესისა და დარიალი ჰესის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და ამ პროექტებში 155 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობაზე 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ექსპლუატაციაში სადგურები 2014 წლიდან შევა. ჰესების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა სტეფანწმინდაში ახლად გახსნილი სასტუმროთ დაათვალიერა და დამსვენებლებს გაესაუბრა. ამ გვირაბით გამოდივართ არმისული კაცრეგამდე, სადაც შეუერთდება მე მისადგეს. ესე იგი სათავე ნაგებობა, ზუსტად ანალოგიური ტიპის სათავე ნაგებობა, როგორც ვთქვათ კლასზე, გადმოდის ამ შემთხვევაშიც და მერე ხდება მილში და მას შემდეგ რამდენი კილომეტრია ხა ზუსტად? გვირაბი არის ზუსტად 5500 მეტრი, საიდანაც 1600 მეტრამდე და ისა მილი? მილი არის 2 კილომეტრი, მაგრამ მილი ძალიან მარტივია, არანაირი პრობლემა. მაგას დაწნევაც აქვს? ხო არა. დაბალდაწნევიანია მილი და მაღალდაწნევიანია. ხო და ანუ აქედან პრაქტიკულად დაცემა არ ხდება. აქედან პრაქტიკულად მაქსიმუმ აგვაქვს 3 ატმოსფერო, მეტი არა. მეტი არა გვაქვს? მეტი არა. მაგრამ ჯამში 40 ატმოსფერო. ეხლა ჩვენ იმყოფებით ზუსტად ამ ვარდი რამდენი მეტრი გვაქვს? 365. ესეთი არ არის ხო საქართველოში პრაქტიკულად? ხრამი ეს? ხრამი არის მსგავს. ანუ ახალი ეგეთი არ არის ეს არის მარტო. არა, ახალი ეგეთი არის გიგება, ჯერჯერობით. ხელით შემოხვედით ხო? რამდენი მეტრი შემოხვედით ხელით? 25 მეტრი, იმიტომ რომ მანქანა უნდა გაიჭედოს კლდეში. თუ არ გაიჭედო, ვერ გადააწყვეტ. ახლა ეს უკვე მანქანა. ეს არის გვირაბ გამყოლი მანქანა. შე ამას ლაფრის აღარ ჭირდება ხო დამთავრება თუ 70% ხელის შეხება არ უნდა და მე არის პატარ-პატარა რღვევები გვაქვს პატარ-პატარა ინჟინერები გვაქვს სადაც გეოლოგები გვეუბნებიან რაც მოაწყობილია ქართულად რომ უზარმაზარი გრანიტის და ბაზალტის ლოდი რომელიც დრელით იბურდება რა და არანაირი აი ესეთ ფაქტურას გვიტევს გაყანის მე მანქანა ჩვენიდან არის ზუსტად კილომეტრი ნახევარში შეიძლება 40 და საშუალო ტემპი თვეში უკვე აკრეფილი მინიმუმ 500 მეტრი 500 მეტრს გადიხარ თვეში ეს იქნება პირველი ჰესი ასეთი სიმძლავრის აშენებული, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება ორივესი ერთად 650 კილოვატ-საათი გამომუშავება. ასპაკრივად ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ მშენებლობაზე უკვე დასაქმებული არის 200 ადამიანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ 200 ოჯახში შედის დამატებითი შემოსავალი. თავისთავად დასრულების შემდეგ დარჩება 80-მდე სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის უმეტესობა დასაქმებული. მშენებლობის დასრულება იგეგმება 2014 წელს, ექსპლუატაციაში შესვლა საბოლოო ჯამში ამ ორი ჰიდროელექტროსადგურის.